მე დიდი ხანია ასე ვთქვათ ამ თემებზე და კონკრეტიკაზე ყოველ შემთხვევაში საუბარს თავს ვარიდები, იმდენად გრძნობიარეა ხოლმე ეს მოლაპარაკებების პროცესი, რომლის დაზიანება ნამდვილად ვფიქრობ, რომ არავის ინტერესში არ იყო. თუმცა ის, რომ კობახიძე ისევე როგორც ივანიშვილის თითქოს და ნელთბილ დამოკიდებულებაზე მისი მილიარდის მიმართ განზრახ პროაქტიულად ასე საუბრობს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დიახაც სწორედ ამის ეშინია და ბუნებრივია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? ყველა დიქტატორი, ყველა ავტოკრატი, იქნება ეს პუტინი, იქნება ეს ლუკაშენკო, კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია ვნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითზე და საკუთარი თავის მაგალითზეც, რომ ყველა ავტოკრატი ხელმძღვანელობს იმით, რომ დაანაწევროს, ფრაგმენტირება მოახდინოს ოპოზიციური სპექტრის და ასე იბატონოს, ასე ვთქვათ. ასე რომ გაერთიანება არის ის საკითხი, რომელსაც ადვოკატირებს და გულშემატკივრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან დიდი ხანია, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მე ნამდვილად ძალიან დიდ გულისწყრომას და იმედგაცრუებას გამოვხატავდი ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ ეს საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ აი იმ ალტერნატივაზე, რომელზეც კობახიძე საუბრობს, იმიტომ ძალიან კარგად იცის, რომ კი, რა თქმა უნდა, დასავლეთში, მაგრამ რაც ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ ხალხში არის უდიდესი მოლოდინი, დაკვეთა და სურვილი იმის, რომ ძლიერი ალტერნატივა შეიქმნას ქართული ოცნების და ამ ძლიერ ალტერნატივად ვერც ერთი პოლიტიკოსი და ვერც ერთი პოლიტიკური პარტია დღეს ვერ იპოზიციონირებს მიუხედავად ბევრის გადაჭარბებული წარმოდგენისა საკუთარ შესაძლებლობებზე და პოტენციალზე და მხარდაჭერაზე, ხო? მე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ, რომელიც 2012 წლიდან დგას ამ ბრძოლის ავანგარდში და არსად წასულა უამრავი დევნის, დაპირისპირების, ძალადობის, დაჭერის, შურისძიების, დაშლის მცდელობის, გადაბირების და 1000 უბედურების მიუხედავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეც პირადად 2012 წელს მივედი ამ პარტიაში, იდგა, დგას და იქნება ყოველთვის ამ ბრძოლის ავანგარდში, მაგრამ ძალიან რეალისტური ვარ და ობიექტური ვარ იმ შეფასებაში, რომ მხოლოდ ერთი პარტიის ძალა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთი დავამარცხოთ ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება ერთიანობა. ამიტომ სამწუხაროდ ამგვარი ერთიანობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ შედგა, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, რომ დაგვეთმო, არ ვიცი, სახელით დაწყებული, ფერით და ბრენდით დამთავრებული და საერთოდ რა მოსატანია ეს დღეს ერთი ფერი, ერთი ბრენდი, ერთი სახელი, ერთი ბრძოლა გვაწერია ყველას გულის ფიცარზე და ეს არის საქართველოს გადარჩენა, ვის ივანიშვილის მონები არ ვართ და ან გაბრუებულები მისი აი ამ დეზინფორმაციით და პროპაგანდით, მაგრამ მაშინ ვერ მოხდა. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ რაღაც დასასრულისკენ ასე ვთქვათ, თუმცა დასასრულადაც არ მინდა მოვიხსენიო, რაღაც ეტაპამდე, ასე ვთქვათ, მივა, შეიძლება ეს არ იყოს იმგვარი ევროპული ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ, ღრმა და ყოლმის მომცველი ერთიანობა, როგორცაც მე ვისურვები, როგორცაც ჩვენი გუნდი ისურვებდა, როგორცაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისურვებდა და როგორც ჩემი აზრით აუცილებელია საბოლოო გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ეს კონტრასტი დიახ, აი ამ ძლიერი ალტერნატივის მართლა ძალიან ორობითი არჩევანი უნდა იყოს. ეს კონტრასტი ცხადი უნდა იყოს რუსეთსა და სიღარიბეს და კორუფციას და უბედურებას და იზოლაციას და კეთილდღეობას ევროკავშირს და ნათელ მომავალს შორის და ამ კონტრასტის წარმოჩენა ჩვენ კიდევ უფრო ღრმა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობით და გამსხვილებით უნდა შევძლოთ. რაც ჩემი აზრით, მათ შორის უნდა გულისხმობდეს ერთიანი სიით არჩევნებზე წარდგენას. თუმცა თუ ამ ეტაპზე ეს არ არის შესაძლებელი, ჩვენ ამას შევხედავთ ეტაპობრივად და ვეცდებით, რომ ყველა ეტაპზე ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციული იმ საერთო მიზნისკენ, რაც საბოლოო ჯამში მაინც რეალურ მე მესმის, რომ თქვენ ერიდებით ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარს. მესმის ერთიანობას გულისხმობს ოპოზიციურ მაგრამ აქამდე რაც არის ნათქვამი და გაცხადებული, ერთი რამ არის ცხადი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხედავს ყველას გაერთიანების იდეას, ერთი ფერის, ერთი ნომრის, როგორც თქვენ ამბობთ, ერთ კონსოლიდირებულ ძალად, დანარჩენები ამას ხედავენ ცალ-ცალკე დარჩენილი და საერთო შეთანხმებაზე ხელმოწერად. ამიტომ ეს მოლოდინი რაღაც ეტაპი ორი კვირის წინ დასრულდა იმით, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და შესაბამისად ეს შეთანხმება ამ ეტაპზე არ გამოდისო. თუ იქნება ნაციონალების ხელმოწერა, გამოვაო, ნაციონალური მოძრაობის სტუმრობის შემდგომ ჩემთან ასევე გავარკვიეთ, რომ ეს იყო ერთიანობის მოდელი
ამას თავაზობს ნაციონალური მოძრაობა და არა კონკრეტულ შეთანხმებას და ამიტომ არ აწერს ხელს. თქვენ ახლა საუბრობთ რაღაც შუალედურზე და გაქვთ იმედი, რომ ეს შეიძლება გამოვიდეს. მივიღო ეს პასუხი ასე სწორად გავიგე? დიახ, აბსოლუტურად სწორად ახასიათებთ პროცესს და შესაძლო შედეგს, რომ ჩემი მოლოდინით მივალთ რაღაც შუალედურ შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენ არა დასასრულად, არამედ პირიქით დასაწყისად მიგაჩნიათ. უნდა აღვიქვათ და შემდგომ ჩვენი ძალისხმევა, ენერგია და იმ ადამიანების, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელთაც სურთ ეს ძლიერი ალტერნატივა, რომელსაც სურთ ბრძოლა და სურთ ერთგვარი პლაცდარმი და პლატფორმა დაინახონ, რომ ჩაერთონ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ეს შევქმნათ და გავხადოთ ქმედითი. კი ბატონო. ეს არის ჩემი აზრით ის მოლოდინი, რომელიც რეალისტურად შეგვიძლია რომ საქართველოს მოქალაქისთვის შევქმნათ.